ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეას სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშიდობისა. აგენტობის თემა დღეს საკანონმდებლო ორგანოში დებატების მთავარ საკითხად იქცა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ შთაბეჭდილება დარჩა, რომ ოპოზიცია 90-იან წლებში ჩარჩა და მას ყველგან აგენტები და შპიონები ელანდება. საინტერესოა, მაგრამ ოპოზიცია ხელისუფლების მისამართით ზუსტად იგივეს ამბობს და უკვე დიდი ხანია. კამათი პარლამენტში ჯონდი ბაღათურიას მხრიდან ბენდუქიცის ხსენებას მოყვა, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლამდე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, მაშინ კი რუსეთში მოღვაწე მულტიმილიონერის პუტინთან გადაღებული ფოტოები მოიყვანა ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ. ხელისუფლებისთვის ეს იმდენად მიუღებელი თემა აღმოჩნდა, რომ უმცირესობამ უმრავლესობისგან ასეთი პასუხი მიიღო. ეს კაცი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ქვეყნის აღმავლობას და საგარეო ორიენტირი ჰქონდა ევროპაზე, ნატოზე, შეერთებულ შტატებზე. არ უხსენებია, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ. ბენდუქიძეს ადარებთ ამ ადამიანს? ეს სიტყვები პეტრე ცისკარიშვილს ეკუთვნის. არ ვიცი, რამდენად პლუსია ის, რომ ბენდუქიძეს არასოდეს უხსენებია რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთთან დიალოგის შესახებ საერთაშორისო ტრიბუნიდან ჩვენ და უმრავლესობასაც წესით ახსოვს. მართალია ეკონომიკის ყოფილ მინისტრს რუსეთთან ურთიერთობაზე აქცენტი არ გაუკეთებია, მაგრამ მისი მინისტრობის დროს მადნეულში, კვარციტში, ხრამიერცსა და ხრამიორში, ასევე ენერგოპრო ჯორჯიაში რუსული კაპიტალის შემოსვლა რომ მოხდა, ეს ფაქტია. განვითარებული მოვლენები და ასევე პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, რომ ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ პარლამენტის პირველი სხდომა 26 მაისს ჩატარდება ქუთაისში, ოპოზიციის დიდ ნაწილს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ვადამდელი არჩევნების სახით სიურპრიზს უმზადებს. რა მსგავსება ან რა სხვაობა არსებობს ბენდუქიძესა და ივანიშვილს შორის და რის საფუძველზე ვარაუდობს ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ალბათობას? შოთა მალაშხია და დიმიტრი ლორთქიფანიძე ერთმანეთის პირისპირ. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მასე თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში FM 94.7-ზე გადაცემა არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან შოთა მალაშხია და დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე. საღამოშიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ერთვიანი პაუზის შემდეგ ხელისუფლება მოვიდა დებატში, რასაც მე მივესალმები და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. სასიამოვნო ფაქტია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემ გადაცემას ზოგადად აზრი ეკარგება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევს ამ სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა. მინდა მოგახსენოთ ორივეს, რომ მობრძანდით გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს საკმაოდ საინტერესო დებატი მიმდინარეობდა პარლამენტში და შეიძლება ითქვას ამის გაგრძელებას ვნახავთ დღეს ჩვენ ამ სტუდიაში. პირველ რიგში დავიწყე ბატონ შოთასთან საუბარს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, მე მოვახდინე მისი ციტირება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბენდუქიძესთან დაკავშირებით ამ ადამიანს აქვს გარკვეული წვლილი ქვეყნის აღმავლობის წინაშე, აქვს ორიენტირი ნატოზე, ქონდა ორიენტირი ნატოზე, როდესაც ის იყო მინისტრი და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ნატოზე, შეერთებულ შტატებზე, ევროპაზე და არასოდეს უთქვამს რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ. მე მაინტერესებს, რას ნიშნავს არასოდეს უთქვამს რუსეთთან თანამშრომლობა? გამოდგება თუ არა ეს ბენდუქიძის აქტივში პლუსად და რატომ გამოჩნდება ეს მინუსად ბიძინა ივანიშვილის აქტივში, როდესაც ის საუბრობს, რომ რუსეთთან უნდა დავიწყოთ დალაგება ურთიერთობის? ბატონ შოთა. ჯერ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ 200 წლის განმავლობაში საქართველოში 210 წელი არის სამეფო კარის გაუქმებიდან. არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს. უფრო მეტიც, რუსეთის გარშემო არ არსებობს სახელმწიფო, რომლის ლიდერმაც მოახერხა რუსეთთან ურთიერთობის დაალაგება. ყველა სახელმწიფოსთან მას აქვს ტერიტორიული პრობლემები, წართმეული ტერიტორიები და იქ ეკონომიკა გაცილებით ცუდად ვითარდება და საზოგადოება გაცილებით ცუდად ვითარდება, ვიდრე იმ ტერიტორიებზე, რომელსაც დანარჩენი სახელმწიფო აკონტროლებს. ამ თვალსაზრისით დაუშვათ იაპონიაც შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა, სადაც ყველაზე მძლავრ ქვეყანას ეკონომიკის თვალსაზრისით მეორეა მსოფლიოში, ეს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებად დღესაც აქვს. რაც შეეხება ზოგადად თანამშრომლობას. ჩვენ ყოველთვის თანახმავართ ნებისმიერ ქვეყანასთან თანამშრომლობის, ოღონდ ეს უნდა იყოს საერთაშორისო სამართალთან უნისონში და ეს უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამის ნათელი მაგალითი იყო ჩვენი პოზიცია WTO-სთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს თანმიმდევრულად, პრინციპულად და კომპრომისების მეშვეობით მიიღო ის
რომ ეკონომიკურ საზღვრებს, საქართველოს ტერიტორიის ეკონომიკურ საზღვრებს გააკონტროლებს საერთაშორისო ორგანიზაციები. ასეთი თანმიმდევრობით უნდა იყოს საკითხები გადაწყვეტილი. რაც შეეხება ზოგადად განსხვავებას ივანიშვილსა და ბენდუქიძეს შორის, ეს ცალსახაა და მე მგონი არ ზღირს საერთოდ საუბარი და რა განსხვავებაა. ამ ეთერში არ ყოფილა ამაზე საუბარი და მაინტერესებს, დიახ? მე ვამბობ, რომ განაშეკითხვის დასმის უფლება არ აქვს. ჩემთვის იმდენად ნათელია და შემდეგში მდგომარეობს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რუსეთის ეკონომიკა, პოლიტიკა როგორ არის მონოპოლიზირებული და პრაქტიკულად ყველაფერს განაგებს საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანი პუტინი, რომელიც ლამობს საბჭოთა კავშირის აღდგენას და ის ხშირად ლაპარაკობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ეს იყო გეოპოლიტიკური კატასტროფა. დიახ. ამას დავიდავანებოთ, რომ ის არის KGB-ს აგენტი და თანამშრომელი, რომელიც ყველაზე დიდი ჩინი იყო მაიორი. ამის გარდა მას აქვს უბრალოდ მენტალური პრობლემა დანარჩენ სოფლიოსთან. ხრა შეეხება აქ ბიზნესის გაკეთებას, როდესაც ადამიანს ამ სახელმწიფოში აქვს 5.5 მილიარდიანი ბიზნესი და ამ ბიზნესის 90% არის რუსეთში და თან არის ისეთ საწარმოებში, გაზპრომში და ასე შემდეგ, რომელიც პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დონეზე, მასმედიის დონეზე იბრძვის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, აქ არ შეიძლება ლაპარაკი, რომ ეს ადამიანი, როდესაც ერევა პოლიტიკაში და არ არის ქველმოქმედებით დაკავებული და მისი არეალი ცდება ამ დონეს, რომ ის როდისმე ნორმალურ ნაბიჯს გადადგას. ამის მაგალითები მოვიყვანოთ. არა, ჯერ სანამ გადავალთ მაგალითებზე, ბატონი ბენდუქიძეც იმ პერიოდში მოღვაწეობდა რუსეთში, როდესაც პუტინი იყო ხელისუფლებაში, საბჭოური მენტალიტეტის მქონე პუტინი, რომლის ფოტოსურათიც დღეს წარმოადგენდა ჯონდი ბაღათურია. 2000 წლის სურათები, ამდაგვარი სურათები ნებისმიერ პუტინი იგივე მენტალიტეტის ამ ადამიანმა მიატოვა თავისი ბიზნესი და დღესაც კი არა აქვს იქ ბიზნესი, კი არა აქვს. დატოვა ყველაფერი, გადმოვიდა საქართველოში და მას შეიძლება ადამიანი ედავებოდეს, რომ იყო ულტრამემარჯვენე და უნდოდა სახელმწიფო რეგულაციები, როგორ მოხდა მისი გადმოსვლა, ხომ არ გახსოვთ? თუ გახსოვთ, მე თქვენს ნებართვით მოვახტენთ ციტირებას, ეს იყო 2004 წელს პრესაში გამოქვეყნდა კომენტარები მაშინდელი პრემიერ-მინისტრის და შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის, როდესაც ისინი საუბრობდნენ, რომ პირველ რიგში პრეზიდენტ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლა და შემდეგ გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნა და ასევე სააკაშვილის მხრიდან ეს იყო შეთანხმებული პუტინთან, რომლისთვისაც იყო ეს მოულოდნელი, მაგრამ მას ამის საუბარზე არაფერი არ უთქვამს. ამის შესახებ არსებობს პრესაში საუბარი, შოთა. ეს არაფერს არ ნიშნავს. დღევანდელ დღესაც ნებისმიერი ბიზნესმენი, ქართველი, ან არაქართველი რა მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით გადმოვა საქართველოში აწარმოებს ბიზნესს, ეს არის ჩვენთვის მისაღები, რომელიც იცავს საერთაშორისო ნორმებს. ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი ბიზნესის რეალიზაციას მოახდენს. და ის უარს იტყვის იმ აქტივებზე, რომელიც აქვს რუსეთში დაგროვებული. ესე ერთ რამეზე ხო არ შეიძლება ადამიანი გამათობდეს, რომ პუტინის ხელში არაკონტროლირებადი ბიზნესი არ არსებობს. მათ შორის ბენდუქიძის, რომელიც იყო დაგროვილი იმ პერიოდში, ბატონო. ბენდუქიძეს დღესაც რო კონდეს ბიზნესი, იგივეს ვიტყოდი. ამიტომ ამ საკითხს დავანებოთ. ივანიშვილი რომ მოახდენს რეალიზაციას, ეს ფაქტი უკვე მოხსნილი იქნება რუსეთის რეგისტრთან. ეს მის მდგომარეობას გააუმჯობესეს, მაგრამ მეორე მდგომარეობა ვთქვათ, რას ამბობს ივანიშვილი? ივანიშვილი ამბობს შემდეგს, რომ საქართველოს დაიწყო ომი და ამას უკვე აღარ ამბობს თვითონ პუტინი. იშველიებს ტალიაბინის დასკვნას ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ, კი ბატონო, ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ, ეს საკმაოდ ისეთი თემა. დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ ამაზე აუცილებლად ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ამაზე არის არასწორი ინფორმაციები. ეხლა თვითონ ამას დავუყრით. ის ამბობს, რომ საქართველოს დაიწყო ომი. ამ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში მოხდა ეთნოწმენდა. გაგრძელდა ეთნოწმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ესე იგი, რას ამბობს? ის ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ამ ეთნოწმენდაზე უნდა აიღოს ქართულმა მხარემ. და როგორ მივიღეთ დამოუკიდებელი კოსოვო? იმიტომ მივიღეთ დამოუკიდებელი კოსოვო, რომ სერბებს აბრალებდნენ ალბანელების ეთნოწმენდას კოსოვოში. როგორ იყო წინა პერიოდი ცხინვალთან დაკავშირებით? ეს იყო ის, რომ ცხინვალის ხელისუფლება და რუსეთი აცხადებდა, რომ ჩვენ დავხოცეთ 2000 ადამიანი ცხინვალის რეგიონში, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა არ დასტურდებოდა და ვერც დადასტურდებოდა, იმიტომ რომ ფონი შეექმნათ, რომ ის პრეცედენტი, რაც არსებობდა კოსოვოსთან დაკავშირებით, გადმოეტანათ საქართველოსთან დაკავშირებით. ეხლა ერთსაც ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო არ წავდა გართვათ. ერთ-ერთ ინტერვიუში პუტინი ამბობს თვითონ, მე როდესაც მეძახიან ქორს, რატო არ ამბობენ იმას, რომ მე ომი საქართველოსთან არ დამიწყია და ეს ჩემ ხელში არ მოხდა. ანუ თვითონ პუტინი აღარ ლაპარაკობს ამ საკითხზე. ამ საკითხებზე საუბრობს მარტო ივანიშვილი.
და გარდა ამისა ემბარგოზე ცალკრივ ეხა ჩვენი მხრიდან რომ არ მოვიყვანო ივანიშვილის ციტირება ამ საკითხთან მიმართებაში პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა კიდევ ერთხელ მოვიშველიებთ ტალიანის განცხადებას და სპეციალური რეზოლუციის ტექსტს რომელშიც წერია რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს ვისაც ეს საწყინად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ პროცესი როგორ ვითარდებოდა როგორ იბომბებოდა ლიახვის ხეობა გაუგებარი ფორმირებების მიერ იმის ნაცვლად რომ სააკაშვილის მოსახლეობა გამოიყვანა საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა რაც კეთდებოდა მან დაიწყო რეგიონის გაუაზრებელი დაბომბვა და ეს ფიქსირდება ყველგან. აი ესეთი განცხადება გააკეთა. ამიტომ აი სწორედ დავაზუსტოთ რა ესე. წინა პერიოდში სანამ ომი დაიწყებოდა, რუსეთი გამოვიდა ევროპის შეიარაღებიდან. რუსეთმა შეიყვანა რკინიგზა აფხაზეთში. რუსეთმა მოახერხა რომ ცხინვალის რეგიონი იყო პრაქტიკულად დაცლილი. რუსეთმა მოახერხა ის რომ სამშვიდობოების მიმართ მიდიოდა აგრესია. ახლა რა წერია ამ ტალიანის დასკვნაში? ტალიანის დასკვნაში წერია სამი ძირითადი საკითხი. წერია პირველი, რომ პასპორტიზაცია ეს იყო დაშვებული შეცდომა საერთაშორისო დონეზე. მეორე წერია რომ არავითარი რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით მას შესვლის უფლება არ ჰქონდა. მესამე წერია რომ სამშვიდობოებზე თავდასხმა არ ყოფილა და მეოთხე წერია რომ ეთნოწმენდა განხორციელდა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. 7-დან 8 აგვისტოს ღამეს რა მოხდა ეგეც წერია ბატონო შევხედა რა წერია. ამიტომ არავინ არ მალავს და ჩვენ ვამბობთ რომ 7-დან 8 აგვისტოს პრეზიდენტის ბრძანებულება არსებობს რომელმაც თქვა სამი პოზიციის გამო რომ საომარი მოქმედებების დროს უნდა მომხდარიყო საცეცხლე წერტილების ჭახშობა საიდანაც ხდებოდა ქართული სოფლების დაბომბვა უნდა შექმნილიყო ჰუმანიტარული კორიდორი და გამოყვანილიყო მოსახლეობა ჩვენ ამ საკითხებში ვინმე რო გვედავებოდეს რომ იქნებ გვიან დაიწყეთ ეს საომარი მოქმედებები რომელიც 7-დან 8-მდე დაიწყო მაგრამ საომარი მოქმედებები, ოკუპაცია, ანექსია არ იწყება ერთ წუთს. კი ბატონო. აი ესეთი დავა იყო, რაზე მომბიცი. ესე ედავებოდა საბჭოთა კავშირი ფინეთს, რომ დაესხა თავს ფინეთი საბჭოთა კავშირს და შემდეგ იყო იგივე ტექსტები, რომელსაც დღესაც ღებულობ. მოდით თქვენი კოლეგის ამ შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიციიდან მოვისმინოთ არგუმენტები, რა არგუმენტი აქვს თუნდაც ამ დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ბატონ დიმიტროვ, ეს საკმაოდ აქტიურად საუბრობდნენ. შედარება იყო ფსოფხედველობის თვალსაზრისით ბენდუკიძისა და ივანიშვილის შორის. ჩაითვლება თუ არა, მე იგივე კითხვას დაგისვამთ თქვენ აქტიურად ის რომ ბენდუკიძეს არასოდეს უხსენებია რუსეთთან თანამშრომლობა, მაგრამ მე რამდენიმე დეტალი მოვიყვანე, თუნდაც ეკონომიკასთან მიმართებაში, როდესაც ის იყო ეკონომიკის მინისტრი, საკმაოდ სერიოზულ საწარმოებში რუსული ინვესტიციის შემოდინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ვიცი რამდენად გულისხმობს თანამშრომლობას თუ არა არ გულისხმობს. კი დღეს ბატონო პეტრემ ბრძანა რომ ეკონომიკური დივერსიფიკაცია მთლიანად უკავშირდება ბატონ ბენდუკიძის მიერ წარმოებულ პოლიტიკას. მე უბრალოდ მინდა გითხრათ რომ გახსოვთ ყველასთვის ცნობილი ფრაზა ბენდუკიძის გარო გაიყიდება ქვეყანაში ყველაფერი სინდისის გარდა. დიახ, სტრატეგიული ობიექტები არ არსებობს, ესეთი რამ განაცხადა. სტრატეგიული ობიექტები არ არსებობს, კი ბატონო და შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივების დონეზე აისახა კიდეც ის სტრატეგია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებდა სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში. რაც შეეხება ზოგადად ბენდუკიძის და ივანიშვილის შედარებას, მე ვიტყოდი რომ ბენდუკიძე არის მულტიმილიონერი, განსხვავებით ბატონ ივანიშვილისგან, რომელიც გახლავთ მულტიმილიარდერი, რომლის კაპიტალი რომლის ქონება მუდმივი აუდიტის დაკვირვების ქვეშ არის, რომელი აუდიტის ხორციელდება მსოფლიო ხუთეულში შემავალ სააუდიტორიო კომპანიების მხრიდან და ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილის კაპიტალი მთლიანად კონტროლდება პუტინის მხრიდან, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. რატომ? არასერიოზულად მიმაჩნია გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთ-ერთი თავად ივანიშვილი ხმამაღლა ღიად აცხადებს ლიკვიდაციაზე იმ ბიზნესებისა, რომელიც მას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აქვს და მეორეც ერთი მისი შეურყვნელი იმიჯი მსოფლიო მილიარდერთა შორის და რას გულისხმობთ ამაში? ეს არის ის რეპუტაცია, ის უმციკლო რეპუტაცია, რომელთაც სარგებლობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ეს მე მგონი სადავოდ არ გაუხდია თავად უმრავლესობასაც. მაგრამ როდესაც ისინი საუბრობენ, რომ მისი ბიზნესი იყო ხელშეუხებელი, ეს შეუძლებელი იყო, მომხდარიყო იმ პირობებში, როგორშიც ცხოვრობენ ბიზნესმენები რუსეთში ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს გარკვეული თამაშის წესები მსოფლიო მილიარდერთა შორის, ალბათ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ადამიანს აქვს უმციკლო რეპუტაცია, მას ვერავინ ვერ შეეხება ესე მარტივად. იმიტომ რომ აქ არის მსოფლიო, ასე თქვათ, უმციკლო მილიარდერების ფენომენიც არსებობს ბატონ დიმა? რა თქმა უნდა, არსებობს დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ბატონი ბიძინა ამ შემთხვევაში ძალიან თავისუფლად იქცევა, ძალიან თავისუფლად აყალიბებს თავის პოზიციას და დარწმუნებულია იმაში, რომ მისი რეპუტაცია ამ შემთხვევაში მის ზურს უკან დგას, როგორც მისი მფარველი ძალა.
და მიუხედავად ამისა, იგი იმასაც საუბრობს, რომ იგი ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ეს რუსული თემები ამოწუროს, თუნდაც იმ გზით, რასაც ქვია მისი, ასე ვთქვათ, ბიზნეს ლიკვიდაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, იგი მეტიც ტოვებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას, უბრალოდ მოქალაქეობას. დაახლოებით ერთ კვირაში ალბათ როგორც მე მაქვს ინფორმაცია 2 კვირის განმავლობაში ეს პროცედურა უკვე დასრულდება. მოგეხსენებათ რომ რუსეთის ფედერაციას გააჩნია თავისებურება კანონმდებლობაში მოქალაქეობასთან ეს დაკავშირებით. გააუმჯობესებსა ბატონმა შოთამ თქვა ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას ამ შემთხვევაში, მაგრამ ვერ მოიხსნება კითხვის ნიშნები ომთან მიმართებაში, როდესაც ეს თავის პოზიციას აპარებდა. ბენდუკიძესთან დაკავშირებით არ აგვიმთავრებია, რაც დივერსიფიკაცია შეეხებოდა. მოგეხსენებათ რომ ჩვენი ენერგოუსაფრთხოება დღეს პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული საქართველოს მხრიდან განხორციელებულ ნაბიჯებზე. ეს მთლიანად რუსეთის ხელშია. თქვენ ანონსში განაცხადეთ თბილისრესთან დაკავშირებით 9-1-ზე, 9-2-ზე, რომელშიც რუსული კაპიტალიზაცია იღებს მონაწილეობას, მაგრამ ბოლო, ასე ვთქვათ, ნაბიჯი, რომელიც გადადგა ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს გახდათ აგვისტოს თვეში, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, RAOS ის 24%-ის გადაულოცეს, რომელსაც ფლობდა თბილისის მერია. როდესაც საუბარი არის რუსულ თამაშებზე, რუსულ საფრთხეებზე, რუსოფობიაზე საერთოდ, პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ნაბიჯებს უნდა შევხედოთ. ვინ არიან ძმები შარანგიები, ვინ არის ბატონი კობა ნაყოფია, ვინ არიან ჩვენი პარლამენტის წევრთა ის შემადგენლობა, რომელსაც ძალიან სერიოზული კი ბატონო, ვინ არიან ეს ადამიანები? ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი პირველი მილიონები შექმნეს, ასე ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომელთა ბიზნესის უკან დღესაც არიან რუსი ოლიგარქები და იგივე შარანგიები, რომელთა სახელები მოიხსენება ბილაინის უკან, მოიხსენება სხვადასხვა ბიზნეს პროექტებში, მათ შორის მათი მონაწილეობით მოხდა გამარჯვება, უპირობო გამარჯვება სატრანსპორტო ბიზნესთან დაკავშირებულ ტენდერებზე, რომელშიც ისინი გამარჯვებულები აღმოჩნდნენ და ბევრი სხვა მრავალი მაგალითი. კი ბატონო. მაგრამ თუ რუსულფობიებზეა საუბარი, ბოლო მაგალითი იყო წინანდალში გამართული უბრალოდ მიხალკოვის შვილის ქორწილში ბატონი პრეზიდენტის დაუპატიჟებელი ვიზიტთან დაკავშირებით იმ ადამიანთან დაუპატიჟებელი იყო პრეზიდენტი. ან რომ ყოფილიყო დაპატიჟებული, ამას ასეთი მნიშვნელობა არა. რუსოფობიასთან ის კავშირი აქვს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ვნახეთ, რომელსაც ვიზაზე უარი ეთქვა, რომლებიც აპირებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. ძალიან ბევრი პიროვნება გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად და მიხალკოვის განცხადებები ჩვენ აგვისტოს მოვლენების, აგვისტოს ომის დროს ძალიან კარგად გვახსოვს, ძალიან მძიმე განცხადებები იყო საქართველოს როგორც სახელმწიფო საწინააღმდეგო და ამაში მე მგონი ბატონი შოთა მალაშხია უარს არ იტყვის დამეთანხმოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა არგუმენტი იმისთვის, რომ პრეზიდენტი მისულიყო და ჩახუტებოდა მას ამ სიტყვის პირდაპირ. ნუ არ ვიცით ჩაიხუტა თუ არა, მაგრამ იყოფებოდა. საჯარისო ნაწილებიდან გამოქცეულ ჯარისკაცებს დაუყოვნებლივ ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას, უკვე მერამდენე შემთხვევაა ბოლო 1 თვის განმავლობაში, როცა საქართველოს მოქალაქეობიდან კანონის მოთხოვნათა სრული დარღვევით გაყავთ ადამიანები. იგივე ბოლო მაგალითს გაკეთვით ლაშა დარბაიძის თემა, ის გახლავთ საქართველოს საპატიო კონსული შეერთებულ შტატებში, რომელსაც სანამ ჩამოართმევდნენ მოქალაქეობას, ერთი თვით ადრე ეს ადამიანი გამოაცხადეს გმირად და იმედმა მიუძღვნა იმედის გმირების სიუჟეტი მას, როგორც ერთ-ერთ ბურჯს და საყრდენს ქართული დიასპორისა შეერთებულ შტატებში. რამდენად პასუხობს ივანიშვილის განცხადებას? ივანიშვილის მეუღლის თემა არ გაინტერესებთ რა ხდება? საზოგადოება მიცოდეს. ამ ადამიანმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. 2004 წლის თებერვალში მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, 2004 წლის ივლისში მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდგომ და ეს ადამიანი გაიყვანეს საქართველოს მოქალაქეობიდან კონსტიტუციის მოთხოვნათა სრული დარღვევით. ანუ პრეზიდენტმა ჩაიდინა დანაშაული ამ შემთხვევაში. გასაგებია. მე უბრალოდ გეკითხებით თქვენ ჩამოთვალეთ ფაქტები, მაგრამ ეს აბათილებს თუ არა იმ მოსაზრებას, რომელიც დააფიქსირა ივანიშვილმა, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ კოლეგას და თქვენს ოპონენტს დღეს აქვს გარკვეული პრეტენზიები ომთან მიმართებაში, ბატონ დიმიტრი. ომთან მიმართებაში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა, მე როგორც მახსოვს, შემიძლია გადმოგცეთ კიდეც ნაზრევი, ციტატის დონეზე ვერა, მაგრამ თუ რამეში ვწდები შემისწორეთ, მან ახსენა ავნები და ნული, ოღონდ სახელები არ უხსენებია ამ სოფლების, მან ახსენა, რომ როდესაც იყო ლოკალური დარტყმები ოსის სეპარატისტების მხრიდან ამ ორ სოფელზე, უნდა ყოფილიყო ასევე ლოკალური ღონისძიებები ჩატარებული, რაც პირველ რიგში იგულისხმებდა ევაკუაციას იმ მოსახლეობისა, რომელიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. იგი დაეყრდნო ტალავენის დასკვნას და ტალავენის დასკვნაში ერთი შეცდომა გაეპარა ბატონ შოთას, მე გახსოვთ თქვენ ამ გადაცემაში წაგიკითხეთ დასკვნიდან რამოდენიმე პუნქტი, 21 პუნქტი მინდა შეგახსენოთ,
დოკუმენტ, რომელშიც წერია, რომ ტალავინის დასკვნის თანახმად რუსეთის ფედერაციას ჰქონდა თუ არა, როცა დასმულია კითხვა, ლეგიტიმური უფლება ჩართულიყო იმ კონფლიქტში, მას შემდეგ რაც რუსის სამშვიდობოების მიმართ განხორციელდა აგრესია, ეს არის ტალავინის კომისიის დასკვნის 21 პუნქტი. კომისია მიდის დასკვნამდე რომ ჰქონდა. ანუ კომისია დასკვნის რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მას შემდეგ რაც სამშვიდობოებზე განხორციელდა დარტყმა ქალაქ ცხინვალში, მათ მიეცათ ლეგიტიმური საფუძვლები და მეტიც. მთელი საზოგადოება თანხდება მაგაში. როდესაც საუბარი არის სამხედრო პოლიტიკურ ავანტიურაზე, აქ ის კი არ იგულისხმება, რომ საქართველოს დაიწყო ომი. აქ იგულისხმება შეეძლო თუ არა საქართველოს თავიდან აერიცილებინა რუსეთს არ ერთ წამით უნდა დავასრულო. ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესია და პირველ რიგში ეს რას გულისხმობს? იმას რომ სამშვიდობოებისთვის გაეუქმებინათ სამშვიდობოებისთვის განსაზღვრული მანდატი, რომ რუსი ოკუპანტი, ყოფილიყო ოკუპანტი აგრესიის განხორციელების პირველივე წუთებიდან და მას არ მისცემოდა საშუალება საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, ემტკიცებინა რომ ოკუპაცია იყო არა უკანონო, არამედ კანონიერი და ემყარებოდა მცირე ერების დაცვის პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მხრიდან. გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ბატონი შოთას არგუმენტებს მოვისმენთ და ასევე ვისაუბრებთ იმ საკითხზე, რაც გულისხმობს ვადამდელ არჩევნებს და ვარაუდებს ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით. თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში გადაცემა არგუმენტებს შოთა მალაშხია დიმიტრი ლოვტკიფანიძე ჩვენი გადაცემის სტუმრები. ომის თემატიკა, რომელსაც ჩვენ შევჩერდით გადაცემის პირველ ნაწილში, უნდა მოვისმენოთ ამაზე კონტრარგუმენტი ბატონი შოთასგან, მაგრამ მე მინდა ვგთხოვოთ, რომ დიდხანს ამ საკითხზე არ შევჩერდეთ, იმიტომ რომ არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ. ჰედი ტალავინის წერილი New York Times-ში გამოქვეყნდა 2009 წლის 30 სექტემბერს. ის ასეთ რამეს წერს ამ წერილში, ისე როგორც ყველა კატასტროფული მოვლენა 2008 წლის ომს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უშუალო მიზეზი 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული ჯარის მიერ სეპარატისტული პროვინციის სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალის დაბომბვა გახდა, რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოჰყვა. მეორე ფაქტორი 15 წელზე დიდი ხნის განმავლობაში ორი გაყინული კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში პროგრესის უკმარისობა იყო. ბატონო შოთა, ესეთი დასკვნა აქვს იმ დიპლომატს, რომელმაც დადო დასკვნა. ესე იგი, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ დასკვნის ნაწილები არსებობს, რომელსაც უბრალოდ არ ვეთანხმები და ამაზე გავაკეთეთ თავის დროზეც განცხადება. ეს არის ის, რომ მაგალითად ერთ-ერთი წევრი არა, აი თქვის სწორედ იმიტომ, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით სიმართლე ვერ დაიმალათ. ეს იყო ეთნოწმენდასთან დაკავშირებით, ეს იყო პასპორტიზაციასთან დაკავშირებით, ეს იყო მოქალაქეების უფლებასთან ანუ ის არგუმენტები, რომელიც რუსეთს ჰქონდა საქართველოში შემოჭრასთან, აგრესიასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველა იქნა ამ დასკვნაში გაბათილებული. მაგრამ მეორე იყო, რომ ეს კომისია იყო ფაქტების დამდგენი კომისია. მას არ უნდა მიეცა უფლება თავისთვის, რომ ამ ფაქტების კომენტირება გაეკეთებინა. ეს ერთი და ერთს მე თანხმებით, რომ ეს ტალავინის სიტყვები, მე ხო არაფერს არ მომახსენებ შემთხვევაში. დასკვნაში რო წერია 2008 წლის 7 აგვისტოსთან დაკავშირებით. გასროლასთან მიმართებაში წერია თუ არა ეს ტალავინის დასკვნაში? მე თვითონ ვამბობ, რომ იყო პრეზიდენტის ბრძანება საცეცხლე წერტილების ჩაქრობის თაობას. ამას არავინ არ მალავს. ეს ბრძანება ოფიციალურად იყო გამოქვეყნებული. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ამ ბრძანებამდე რა ხდებოდა? ის ხდებოდა, რომ აგრესია, ოკუპაცია მიმდინარეობდა. ამ დასკვნამდე ხდებოდა ის, რომ დაუშვათ სამშვიდობოებს, ჰქონდათ გაცილებით მეტი კონტროლის საშუალება, ვიდრე დღეს აქვთ ოკუპანტეს. აქამდე ხდებოდა ის, რომ 2000 კაცი ადამიანი აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ სამშვიდობოების ხელში უკვე მკვდარი იყო. კი ბატონო, და რაც შეეხება უშუალოდ იმ მომენტს, ივანიშვილი განსხვავებულს აკეთებს, როდესაც ამბობს, რომ პირველი ქმედება 7-8 აგვისტოს ქართულმა მხარემ განახორციელა. ჯერ ერთი ყოველთვის აზუსტებს ამ საკითხებს, თავიდან სულ სხვა ესე იგი, ყველა ინტერვიუ მაქვს დაკითხული და საკმაოდ წვრილად. აინტერესებდა. ისიც გეცოდინებათ, რომ რუსეთს ყველაზე, ესე ვთქვათ, არნახულ აგრესორად მიიჩნევს და საუბრობს გაუგონარი აგრესია ჩაიდინა რუსეთმა. ეს იყო ტრაგედია, რომ პირველ ინტერვიუში წერია, რომ ეს იყო გაუგონარი აგრესია. ეს იყო ტრაგედია და დავანებთ, აი, ამ საკითხზე ხო უკვე ვილაპარაკე, საკითხები დავამატოთ, უკეთესი იქნება. საქართველოს დებს ბრალს ემბარგოში. როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკა. ხო, იგივეა. საქართველოს ხელისუფლებას დებს ბრალს ემბარგოში. ეს ემბარგო განხორციელდა ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, მოლდავეთის, ამ შემთხვევაში უკრაინასთან დაკავშირებით. ანუ
ყველგან საქართველოს ხელისუფლება უშლიდა რუსეთს ემბარგოს როდესაც ახორციელებდა. ანუ მე ვამბობ, რომ მისი განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში არის თანმიმდევრული, რომელიც არის რუსული პოლიტიკის გაგრძელება და უფრო მეტსაც ვლაპარაკობ. დღეს რუსული პოლიტიკის წარმომადგენლები, მაგალითად მედვედევი აღარ საუბრობს ამაზე. მედვედევი ლაპარაკობს შემდეგს, რომ მან ომი საქართველოში დაიწყო შიდა პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ ის ამხანაგი ივანიშვილი ლაპარაკობს, რომ ეს მოხდა იმის გამო, რომ საქართველოს განახორციელა თავდასხმა. ყველა დოკუმენტში წერია და ეს ამას ხო წინაპირობა იქ 2008-დან დაკავშირებით თქვენ განაცხადეთ ამ შემთხვევაში. ივანიშვილს რომ საქართველოს განახორციელა თავდასხმა. რატომ მოგაქვთ ესეთი ის? თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ციტატა. გავსი რომ არსად არ ვთქვი. ციტატა, როდესაც საუბარია იმასთან დაკავშირებით თუ რა წერია ტალეავინის დასკვაში მოყვანილი აქვს ტალეავინის დასკვა კიდევ ერთხელ შემეძლია ამ ციტატის წაკითხვა უბრალოდ არ მინდა რომ დრო დავკარგო მაგრამ თუ თქვენ ნებავთ ეს ხო გაინტერესებს. მე გეუბნებით ჩემ პოზიციას. კიდე დავამატებთ. ეს ისა უმციკლო ბიზნესმენების რისკში ხადარკოვსკი გადის. ეს ხადარკოვსკი უმციკლო ბიზნესმენების რისკში. რომელ ხადარკოვსკის საუბრობთ, რომელიც საუბრობს რომ 2008 წელს ყველაზე გააზრებული ბიზნესის თვალსაზრისით. ბიზნესზე ლაპარაკი. ბიზნესის თვალსაზრისით. არა, იგივე პოზიცია რაც აქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ხადარკოვსკისთან დაკავშირებით. აქ აბსოლუტურად სხვა პოზიცია აქვს ივანიშვილის. როგორი პოზიცია აქვს? ის რომ ხადარკოვსკთან დაკავშირებით ეს პრობლემები სხვანაირად დგას და არც მთლად ისეა ლაპარაკი, როგორც თქვენ პრესას გონიათ. მაგალითად ესეთი პოზიცია აქვს მას. ანუ აქ რა არის? ერთი არის ის, რომ რუსეთის ხაზის გაგრძელება და მეორე კიდე რა პრობლემაა, იცით? ეს არის უბრალოდ მენტალური პრობლემა. როგორი? აი, მოდით მე მაშინ ხადარკოვსკიზე რას ამბობს ივანიშვილი ამის ციტირებასაც მოვახდენ. ეგრეთ წოდებული ზალოგოვი აუქციონებს ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი, სადაც ხადარკოვსკი იუკოსი აბსოლუტურად უკანონოდ შეიძინა. აქედან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. ყოველთვის კანონს უნდა შევხედოთ თვალებში და არ უნდა მოვითხოვოთ სხვისგან მისი დაცვა თუ თვითონ ვართ მისი დამრღვევი. პირველი უკანონობა აუქციონი დაიწყო იმის შემდეგ კონკრეტულ შემთხვევაში ხადარკოვსკის დასჯა რომ შერჩევით მოხდა ამას ვიზია და მეც აქ ვარ. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილი იზიარებს ცივილიზებული სამყარო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ მოსაზრებას, რომ ხადარკოვსკი შერჩევითი სამართლის მსხვერპლია, პუტინის პირადი პატიმარია. იგივე საქართველოსთან მიმართებაში მენტალურ პრობლემაზე არა, გეტყვით, მენტალურ პრობლემაზე იმიტომ გელაპარაკეთ. აქ როგორ არის იცით? აი საქართველოს განახორციელა ეს და ამიტომ რუსეთმა განახორციელა აგრესია. აი ხადარკოვსკიმ დააშავა, როდესაც გააკეთა ის, რომ არასწორი პრივატიზაცია გააკეთა, ამიტომ პუტინმა დაიჭირა ხადარკოვსკი. ანუ სისტემა დაიჭირა, მას არ ვთქვამს, მან განაცხადა, რომ ის არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. სწორედ ამას გეუბნები. ხო, აქ არის ესე არ იკითხება. არა, ესე არ იკითხება. არ იკითხება ცალსახად, იმიტომ რომ საქართველოს არის დამნაშავე აგრესიაში, მაშინ ქმედება რუსეთის მხრიდან. რატო არ არის გამართლებული? იქნებ გამართლებულია. იქნებ უნდა გაეკეთებინა, რაც გააკეთა. აგრესიას ამართლებს ამ შემთხვევაში ბატონი ივანიშვილი. ეს არის ეს რას ვამბობ, იცით? ეს საკითხი, როდესაც ესე დადგება, რომ საქართველოს თავის ტერიტორიაზე განახორციელა საომარი მოქმედებები, ეს რბილად რომ ვთქვათ, უსუსური განცხადება, სინამდვილეში რომ ვთქვათ, დავალება და კიდე უფრო რო ვთქვათ, ბატონო, თქვენ თვითონვე განაცხადეთ, რომ არ უარყოფთ ის, რაც წერია ტალეავინის დასკვნაში. ბატონი ივანიშვილი ამ შემთხვევაში საუბრობს იმაზე, რომ ლიახვის ხეობის დაბომბვა, როცა დაიწყო გაურკვეველი ფორმირებების მხრიდან, სააკაშვილს უნდა ემოქმედა შემდეგნაირად. გამოეყვანა მოსახლეობა, საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაიფიქსირებინა, რაც კეთდებოდა. საერთაშორისო ორგანიზაციები იქ იმყოფებოდნენ. არ ეთანხმებით, რომ ეს უნდა მოხდეს. საერთაშორისო არა. მაშინ ვთქვათ, რომ ივანიშვილი უცოდინარია ამ საკითხში. დაკავშირებით ეს ყველაზე რბილი გამოსავალია. იმიტომ რომ ეუთოს მისია ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და სამშვიდობო მისიის წარმომადგენელმა სამხედროების ყურახმედოვმა განაცხადა რომ ის ვერ აჩერებს კოკოებს. როდესაც იყო ჩამოსული აქ ის ministris მოადგილე რომელიც კურირებდა ამ მიმართულებას იმას გზაში საბურავმა დაუშვა და ვერ ჩააღწია ცხინვალამდე. ამის გარდა ცხინვალის რეგიონში წინ იყო განცხადებები კოკოითის, როდესაც ის ლაპარაკობდა რომ ქართული ბანდ ფორმირებებისგან გაწმენდა
მოსახლეობას. კი ბატონო, მოდით ბატონ დიმას მოусმინოთ ახლა შეიძლება ეხლა ბატონ დიმა დაასრულეთ თუ შეიძლება. ესე იგი, ერთი შემთხვევა იქნებოდა საქართველოს ხელისუფლება ამას თუ წაუყურებდა, საქართველოს ხელისუფლებას ერთი შეიძლება ედაო, რომ უფრო ჩქარახვარ უნდა დაწყებულიყო ის, რაც განახორციელა საცეცხლო წერტილების ჩაქრა. ერთი და თუ წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებდით იმას, რასაც ღებულობდით შევარდნაძის პერიოდში, როდესაც იყო და არავინ არ იცოდა ვინ გვებრძოდა, რუსეთი იყო თუ არა და ბოლოს იტყოდნენ, რომ კოკოიტის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიბრუნა ცხინვალის რეგიონი და ჩვენ არაფერში არ ვართ შეშ ერთ წინადადებას ვიტყვი კობანაყოფიასთან და მისნაირ ადამიანებთან დაკავშირებით. ესენი არიან პატრიოტი ადამიანები, არის დევნილი სხვათა შორის გალის რაიონიდან, არის წარმატებული ადამიანი და მე ყოველთვის მივესალმები ასეთი წარმატებული ადამიანების საქმიანობას ყველა მიმართულებით, მათ შორის იგივე იმ ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით. აი, დევნილობა რა შუაში ამ შემთხვევაში ვერ მივხვდი, მაგრამ კი ბატონო, ესეთი ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ მეც ასეთივე დევნილი ვარ, როგორც ბატონი. საუბრობდით და ბატონი ნაყოფია, ასევე წარმომადგენელია რუსეთის ბიზნესის. მე არ მაქვს ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ცუდია აპრიორი. არავითარ შემთხვევაში მე უბრალოდ გეუბნებით, რომ როდესაც რუსეთში ნაშრომ ფულზეა საუბარი და იმ კაპიტალზე, რომელსაც რუსული წარმომავლობა აქვს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ საკუთარ გუნდში ძალიან ბევრი ნახოთ ესეთი ადამიანები. ხო თქვი, არა, საკუთები უნდა გქონდეს ბატონ დიმა, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ბრალდებებზე საუბარი. არ ვიცი ეს ბრალდება არის თუ არა, როდესაც რუსეთში ადამიანი კვარცეტის ბიზნესი რო რუსეთზეა მიბმული, ამაში თქვენ ეჭვი არ გეპარებათ, მე მგონდა ზუსტად გაგიგიათ და ხსმენიათ გენერალოვის შესახებ, რომელიც არის რუსეთის ბიზნესის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და პირდაპირ ფლობს კვარციტთან დაკავშირებულ აქციებს. ახლა აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ფობიები კი არ არის, რომ საქართველოს ბიზნესში ჩადებს საქართველოს ბიზნესში ჩადებს კაპიტალს, ეს პრობლემა არ არის, ოღონდ ეს უნდა ექვემდებარებოდეს საქართველოს სახელმწიფოებრივ კონტროლს. აი იგივე ბილაინთან დაკავშირებით. ეხლა მე ვაპროტესტებ. კი, აუცილებლად და ბოროტაც სარგებლობ ბატონ დიმას მეც მეკუთვნის, მე მგონი თანაბარი დროით. აი ბილაინის საკითხს, იმიტომ რომ თქვენ დასვით ეს საკითხი და ბილაინზე. აი ბილაინთან დაკავშირებით დავასრულებ და კი ბატონო, ბილაინთან დაკავშირებით. ის კომპანია, რომელიც გაივლის საქართველოში რეგისტრაციას, მას აქვს უფლება იმოქმედოს საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ ბილაინის გარდა არსებობს სხვა კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ კომპანიების მიმართ მარეგულირებელ სტრუქტურა შეტანილი აქვს საქმის სასამართლოში. ეს არის სამართლებრივი მიდგომა. შენიშნეთ თუ არა, ქალბატონ თეა, მაგრამ ერთი ექსკლუზივის ავტორია დღეს მაესტრო. მე სხვა დეპუტატი არ მინახავს და ამიტომ დიდი მადლობა მართლა გულწრფელად ვუხდი მადლობას ბატონ შოთას ნაწილობრივი გულწრფელობისთვის თუნდაც რომელიც ეხება ტალიანის კომისიის შეფასებას, რეალურ შეფასებას, სამწუხაროდ მსგავსი შეფასების მოწმენი ჩვენ არ ვიყავით 2009 წლის სექტემბერში, როდესაც ეს დასკვნა დაიდო. მაშინ ხელისუფლება აჟიოტაჟით, ტაშით, გრიალით შეხვდა ამ დასკვნას, თითქოს ეს დასკვნა იყო სახელისუფლებო პოზიციის გამომხატველი, რასაც პირადად მე არ ვეთანხმებოდი, იმიტომ რომ აშკარა ცდომილება და აშკარა განსხვავება იყო ევროპულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებისა, თუმცა იმ დროს ხელისუფლება ცდილობდა, რომ გაეფორმებინა ეს თავის წარმატებად. დღეს ბატონმა შოთა მალაშხიამ პირველმა დეპუტატმა, ჩემ კოლეგებს შორის, განაცხადა გულისხმობ პოზიციას, განაცხადა იმის შესახებ, რომ იგი არ ეთანხმება მთელ რიგ საკითხებს, რომელსაც აყენებს ტალიანის კომისია დღის წესრიგში, მაგრამ რატომ არ მოხდა ამისი აღიარება დასაწყისში? რატომ ხმამაღლა არაერთხელ თქვენს ეთერშიც და მეცაც გეტყვით, უფრო სერიოზული ორგანიზაციის მიმართ, Freedom House-ის მიმართ ქონდა კონკრეტული შენიშვნები. მოდის მოვიხდი, დავასრულებ თუ შეიძლება. არა, იმიტომ რომ მაშინ როდესაც საუბარია რაზე? საუბარია იმაზე, რომ საევაკუაციო გეგმები არც ერთ დონეზე არ ქონია შემუშავებული, არც თავდაცვის სამინისტროში, არც ადგილობრივ თვითმმართველობებს. როდესაც ადამიანების ევაკუაცია ხორციელდებოდა სტიქიურად, ანუ არც ხორციელდებოდა საერთოდ. როდესაც კომისიაში დასმულ შეკითხვაზე პრემიერ-მინისტრი იმდროინდელი გურგენიძე საქმის ყურშიც კი არ იყო იმის შესახებ, რომ არსებობდა საგანგებო სიტუაციათა მართვის სახელმწიფო კომისია, რომელსაც იგი მართავდა, რომელიც იყო მისივე ხელმოწერილი ნორმატიული აქტით დაკანონებული კომისია. ამის შესახებ მას წარმოდგენა არ ჰქონდა. კი ბატონო. იმის შესახებ, რომ ადამიანები მორბოდნენ, გამორბოდნენ და ფაქტიურად თითოეული მათგანი ღმერთის სასწაულის შედეგია ის, რომ ადამიანები გადაგვირჩნენ ფაქტიურად და როდესაც კითხვას უსვავდით თანამდებობის პირებს, რატომ არ გქონდათ საევაკუაციო გეგმები, იცით როგორი პასუხი იყო? ჩვენ არ მოველოდებოდით რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართომასშტაბიან აგრესიას. მაშინ როცა ტალიანის კომისია პირდაპირ გეუბნებათ, რომ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესიის საფუძველი გახდა ცხინვალის დაბომბვა და ამას თქვენ იფორმებდით თქვენი უმრავლესობა წარმატებად.
მხოლოდ დღეს უკვე იწყებ ღიად საუბარს იმაზე, რომ ტალიანის კომისია იყო ტენდენციური. კიდევ ერთხელ ტალიანის კომისია არ იყო ობიექტური. ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. თქვენს ეთერში მოიძებნება. ბატონო თია, ბოდიში დავასრულე ფრაზას და კი ბატონო, გავჩნდები. მას შემდეგ დაიწყეთ ამაზე აპელირება, როდესაც უკვე თქვენმა პოლიტიკური ოპონენტებმა დაიწყეს ამ საერთაშორისო დასკვნით სარგებლობა და მისი როგორც ავტორიტეტული დასკვნის მოშველიება კონკრეტული არგუმენტების გაყარებით. პირველ რიგში ეს მაინც ხო საინფორმაციო ველია და ეს ამბავი და ინფორმაცია არ იმალება. პირველ რიგში თქვენს ეთერშიც არაერთ გზის მithქვავს. არის უამრავი ინტერვიუები გაზეთში, სადაც პირდაპირ ვამბობდი და ვასახელებდი იმ ადამიანს, რომელიც ამ დასკვნის მიღებაში ღებულობდა მონაწილეობას და ვამბობდი, რომ ის ვერ იქნება ობიექტური უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ უკვე 12 აგვისტოს ქონდა დადებული დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ცალკეული კომისიის წევრებს, კომისიის ცალკეულ წევრებს. ანუ რასაც იყო, რატომ არ გააპროტესტეთო ბატონო შოთა ესეთი კომისიის წევრები? როგორ არ გავაპროტესტეთ? როდის ერთი ეთერი დამისახელეთ, ერთი ეთერი თუ შეიძლება იმდროინდელი შუა პერიოდის, თქვათ ნაციონალური ტელეარხებით, როდესაც გაშუქდა ტალიანის კომისიის დასკვნის თითოეული დებულება. კი ბატონო, თუ ესეთი არატენდენციური დასკვნის ველოდებოდით, საზოგადოება არ იცნობს ამ დებულებას. გასაგებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ ეს პრესა, ვაჩვენებ მე მატონ დიმიტრის და დარწმუნებული მაშინ ახლა შევთანხმდეთ პირდაპირ ეთერში. თქვენი კომისიის ფარგლებში მოიწვიეთ ღია სხდომა, მე დავესწრები ამ სხდომას. წარმოვადგინოთ ტალიანის კომისიის დასკვნით წარმოდგენილი თითოეული დებულება და განვიხილოთ იგი, რამდენად თანხმედრაში იყო იმ პოზიციებთან, რომელსაც თქვენ აშენებთ. ბატონო, ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ ამას, ამ საკითხსაც დავასრულებ. ერთი წინადადება თუ შეიძლება. არანაირი დათმობა არასდროს არ არის, რომელიცაც საკითხი ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე, მე ვამბობ, უფრო კომპეტენტურ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, Freedom House-თან დაკავშირებით, მას ჰქონდა არასწორი ინფორმაცია მიცემული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მისი წარმომადგენელი ოფიციალურად დავიბარეთ კომისიაში, გადავეცით ეს შენიშვნები და ამის თაობაზეც მე კარგად ხანს მახსოვს, იყო მაგალითად ტელევიზია კავკასიაში გადაცემა. გასაგებია, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დასკვნის ნაწილში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე და თემა, რომელიც დღეს იყო ასევე საპარლამენტო განხილვის საგანი, ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი, რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავუმატებთ. მაშასე თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში გადაცემა არგუმენტებს, ჩვენი სტუმრები არიან შოთა მალაშხე, დიმიტრი ლორთქიფანიძე. მოგიყვანთ ცვლილებას კონსტიტუციიდან. კონსტიტუციაში შეტანილი ბოლო ცვლილების თანახმად საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისია, თუმცა აღნიშნული ნორმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან უნდა ამოქმედეს. კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არის დასაშვები. მე იმიტომ მოვიშველიე ეს ცვლილება, რომ მინდა მოვახდინო პრეზიდენტის ციტირება, მან გუშინ განაცხადა და ესეთი რამ თქვა: ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ პარლამენტის პირველი სხდომა 26 მაისს ჩატარდება ქუთაისში და გადავა ქუთაისში. ბატონო შოთა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში? არა. რატომ? იმიტომ რომ არჩევნები დაინიშნება იმ კონსტიტუციურ ნორმაში, რომელიც იყო, ეს არის მე მგონი ოქტომბერ-ნოემბერი, ეს ჩანაწერი არსებობს. მაშინ რატო ამბობს პრეზიდენტი, რომ პირველი სხდომა ჩატარდება? აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ეს შენობა უკვე მზად იქნება 26 მაისისთვის და 26 მაისს დასვენების დღეს ყველას უფლება გვაქვს სხდომა ჩავატაროთ. უბრალოდ ეს არის ის, რომ უკვე ეს შენობა არსებობს 26 მაისისთვის თავისი სრული ინფრასტრუქტურით. და დაველოდოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და მერე ჩავატაროთ ეს სხდომა. არ შეიძლება? მე პირადად მექნება კონსტიტუციის დაცვის მიხედვით. მე პირადად სურვილი მექნება, რომ 26 მაისს ახალ შენობაში ჩატარდეს ეს პირველი სხდომა. ეს არ იქნება ეს დარღვევა კონსტიტუციის პატარში. არა, ესე იგი კონსტიტუციის დარღვევა თუ იქნება არ ჩატარდება, მაგრამ აქ წერია, რომ საგანგებო შემთხვევაში შეუძლიათ მიიღონ ერთჯერადად ამ დაგვარი გადაწყვეტილება. და რომელი საგანგებო შემთხვევაა ეს ამ შემთხვევაში 26 მაისს? ეს იქნება სადღესასწაულო შემთხვევა, რომლის დროსაც ჩატარდება სხვა დატვირთვა ამას არანაირი არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევნები არ ჩატარდება ვადამდელი არჩევნები ჩატარდება იმ კონსტიტუციურ ნორმებში, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. კი ბატონო, მოდით მაშინ ბატონ დიმიტრის ვთქვათ რა სიურპრიზას საუბრობთ ეს და ბოლო გვაკვირვებს გუშინდელი პრეზიდენტის გამოსვლა უმრავლესობის წინაშე, როდესაც მეორედ სხვათა შორის სამი თვის განმავლობაში მეორედ განაცხადა უკვე, რომ 26 მაისს ჩატარდება პირველი
სხდომა და ამ შემთხვევაში პირველი რაც გულისხმობს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას თუ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას, ამაზე კონკრეტიკა არ ყოფილა, მაგრამ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როგორც ჩვენ შევთანხმდით, დანარჩენი სხდომებით წარიმართება ქუთაისში. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ განცხადებები, რომელიც ჩვენ მაესტროს ეთერით მოვისმინეთ, ბატონი გიგი წერეთლის, გოკა გაბაშვილის, გიორგი მელაძის, დღეს უკვე ბატონი შოთა მალაშხიაც იგივე აცხადებს, არ არის შესაბამისობაში პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან. პრეზიდენტი არის იურისტი, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რა ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში. პრეზიდენტმა ზუსტად იცის, რომ ქუთაისში სხდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ოფიციალურად, რაც გულისხმობს ბიუროს სხდომით გახსნას სასესიო სხდომისა. თუ კი მოხდება ახალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ იქნება ადამდელი არჩევნები? რატომ? ძალიან ბევრი წინაპირობა არსებობს მაგისთვის და უცებ თუ მაგ ერთი წუთით რომ უცებ გეტყვით. ჯერ ესერთიც კონსტიტუციური ჩარჩოები, რომელიც გულისხმობს პარლამენტის გაშვებას, დაკავშირებულია ორ გარემოებასთან. ერთი, არ დამტკიცდეს ახალი მთავრობის შემადგენლობა და იმისთვის, რა ახალი მთავრობის ნდობის საკითხი იქნეს წარმოქმნილი პარლამენტში, მთავრობა უნდა იქნეს გათავისუფლებული და ხუთი წევრი უკვე გათავისუფლებულია მთავრობისა, ხუთი მინისტრი, მეექვსე მინისტრის საკითხი დგას უკვე დღის წესრიგში, ეს არის ხათუნა კალმახელიძე. თუ კი მეექვსე მინისტრი თქვენ გაქვთ ამის შესახებ ოფიციალური მე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა გითხრათ, რომ ის კი გათავისუფლებულია, მაგრამ აშკარად არის უკვე მაგისი წინაპირობა, რომ პრეზიდენტი ამუშავებს ასეთ გეგმას. თუ კი 6 მინისტრი 18-დან იქნება გათავისუფლებული, ანუ 1/3 მთავრობის შემადგენლობიდან, ეს მას უფლებას აძლევს, რა თქმა უნდა, ვალდებულებას ანიჭებს უпростоრად წარადგინოს ახალი მთავრობის ნდობის საკითხი პარლამენტის წინაშე. ხოლო თუ პარლამენტი სამჯერ ზედიზედ არ დაამტკიცებს ახალი მთავრობის შემადგენლობას, მაშინ პრეზიდენტი უფლებამოსილია გაუშვას პარლამენტი. ეს ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში ეს არის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, ანალოგიური პროცედურა არ დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეხლა უკვე პარასკევს იწყება ბიუჯეტის განხილვა და თუ ანალოგიური მოხდება ბიუჯეტთან მიმართებაშიც, პარლამენტი იქნება გაშვებული. ახლა რა კავშირშია ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის 6-თვიანი ვადა ორგანული კანონით განსაზღვრული დიახ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ. მთავრობის გაშვებით მიღებული უფლება პროფესორ მთავრობის არ დამტკიცებით მიღებული უფლება პარლამენტის გაშვებისა და შემდგომ 60 დღის ვადაში პარლამენტის სხდომის დანიშვნისა, რომელიც ჩემი აზრით სრულად არ არის რიგარეშე პარლამენტის სხდომა, ამ შემთხვევაში სხდომა კი არა, არჩევნები არ იქნება რიგარეშე, იმიტომ რომ იგი დაკავშირებული იქნება იმ 4-წლიანი უფლებამოსილების ვადის უფლებამოსილების ამოწურვასთან, რასაც გულისხმობდა 1995 წლის კონსტიტუციის რედაქცია. პირდაპირ კავშირშია, რა თქმა უნდა, აქ არის ლოგიკა. პრეზიდენტი ისვრის სიტყვას, შემდგომში ეს სიტყვა არ არის შეთანხმებული უმრავლესობასთან, უმრავლესობას უწევს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნა, ვინაიდან ბატონმა გოკა გაბაშვილმაც ბატონმა იგი წერეთელმაც აშკარად ვერ გასცეს. არ გეთანხმება, ბაშეთა როგორც ბატონი. თქვენი ჟურნალისტის კითხვა იყო ძალიან მარტივი. პრეზიდენტმა ნათლად მკაფიოდ მარტივად ქართულ ენაზე თქვა, რომ პირველი სხდომა საქართველოს პარლამენტის ჩატარდება ქუთაისში 26 მაისს. აქ უკვე წერტილი უნდა დავსვათ, აქ პრეზიდენტს აქვს ხაშოს ვალდებულება განმარტოს თავისი თქვათ ფრაზა. რაც გულისხმობდა იგი, მაგრამ აიღეს თავის თავზე. რამეს დაუპირისპირეთ ბატონო შოთა, ერთ წინადადებით. ერთ წინადადებას ვიტყვი მარტო. ეს შემთხვევა ივანიშვილს რო დავეთანხმები, ეს არის თითიდან გამოწუწნული საკითხი. არ ვიცი, ბატონო დიმა, თქვენ მე ჩემი არგუმენტი მოგიყვანით, უყურებთ 2 წუთი საკმარისი არ მაქვს, თუ მომიწვევთ ხვალვე, მომეცით 15 წუთი და გაგიშიფროთ ფიანს კეთას. მოდი ჩვენ დაველოდებით მოვლენებს როგორ განვითარდება. თუ კი ისე განვითარდება მოვლენები, როგორც ბატონი დიმიტრი საუბრობდა ახლა რამდენიმე წუთის წინ ბატონ შოთას მოვიყვანში და მე უკვე ვისაუბრებთ თვითონ ამ საქართველოს პარლამენტში 2011 წლის საანგარიშო მოსახსენებისთვის იანვარ-თებერვლის თვეში. ანუ თუ დააკვირდებით თებერვლიდან 60 დღე პირდაპირ უწევს ապრილს, აპრილიდან 20 დღე პირდაპირ უწევს მაისს. კი ბატონო, დათვლილია ბატონო. დედუქციაზე ამდენი მიწევს საუბარი, მაგრამ მთელი ეს გარემოებები იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ არ ამგონია პრეზიდენტი სააკაშვილი განსხვავებული აზრისა იყოს, ვიდრე ახლა მოგალებს. თუ მე მარტივად ამას ჭირდება 1 თვე, დეკემბრის ბოლოს თუ დამტკიცდა ბიუჯეტი, ყველა საკითხი ამოწურული იქნება. მთავრობასთან დაკავშირებით საკითხი 5 მინისტრი უკვე გადაფრენებული. ისევ როგორც ივანიშვილი. აკნა კალმახელიძის გათავისუფლება თუ დადასტურდება როგორც ბატონი დიმიტრი საუბრობს, კიდევ ერთხელ მოგიწევთ და ვისაუბრებთ ამ თემაზე. შოთა მალაშხია, დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩვენი გადაცემის სტუმრები, დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. ზუსტად 9 საათზე მაესტროს ახალ ამბებს გაგაცნობთ ირაკლი ჩიხლაძე, 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკა ბერძის სტუმრები იქნებიან ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე და ზაზა ფირალიშვილი. მე ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.